კი ბატონო, დღეს მე საბას მას შემდეგ რაც გავარკვიე რომ ადამიანებს ხვდებოდნენ სახლებთან დაურეკე, დაახლოებით 15 წუთით ადრე ვიდრე დააკავებდნენ და გავაფრთხილე რომ მეთქი სავარაუდოდ შენ სახთანაც იდგება პატრული და აგიყვანენ უბრალოდ რომ მზად იყო მეთქი, ну ამანაც საბა საერთოდ ძალიან ეს არის რა ქვია, ადეკვატური ადამიანი, ძალიან ჩვეულებრივი და იუმორით იღებს ყველაფერა მსგავს რაღაცას, ამიტომ ჩავიდა ხო და რო ჩავიდა ერთ-ერთი ჩვენი მეგობრისთვის მიუწერია რომ 10 წუთი თუ არ გამოვჩდიო მომიკითხეთო და მეგობარმა მერე მომწერა და აღმოჩნდა საბოლოო ჯამში რომ საბა დააკავეს. დააკავეს იმიტომ რომ გზა გადაკეტა, ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება საბასიც და ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება თითოეული ჩვენგანის ვინც ამას ვაკეთებთ. მე გუშინ არა, მაგრამ დღეს აუცილებლად ვაპირებ რომ იგივე გავიმეორო. მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ნუ თუ სხვათა შორის ამაზე ძალიან კარგად თქვა მიხეილ ყაველაშვილმა, რომ თუ ამბობთ რომ 3000 წელიწადის ქვეყანა არსებობსო და თქვენ მარტო რა ქვია, იქით-აქით სიარულით შემოიფარგლებითო, მაშინ რანაირი პროტესტია ეს. ხო და ჩვენ მე პირველ რიგში ამით პროტესტს და საბაც ამით პროტესტს უცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე სახში ზიან, ან გამოდიოდნენ გარეთ და ახლა ჩაჯდნენ. უცხადებთ პროტესტს ამ ადამიანებს პირველ რიგში და ნუ არ ვიცი, რა ვიცი. არ გვეშინია, არც საბას არ ეშინია, დარწმუნებული ვარ, ეხლა აქვს სასამართლო. როგორც მითხრა მისმა ძმამ, 6 საათზე უნდა ყოფილიყო სასამართლო, დაიწყებოდა. და არ ვიცი, რას უნდა ველოდოთ, პატიმრობა იქნება თუ სიტყვერი გაფრთხილება, როგორც გავიგეთ, უკვე ერთხელ მოხდა. ხო, ესეთივე ერთ-ერთ დაკავებულთან დაკავშირებით იყო სხვათა შორის ეს პრეცედენტი, როდესაც სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლეს ეს ადამიანი. კი ბატონო, დავით, იცი რა მინდა კითხვა, ასეთ დროს, როდესაც უკვე მართლაც რეპრესიების ამ ეტაპზე არიან გადასული, რომ რაღაც ნიღაბი თუ გიკეთია, პირბადე თუ გიკეთია, ბალაკლავა და ასე შემდეგ, ამის გამოც გიჭერენ და შესაძლოა 15 დღით გაგიშვან ციხეში, რა ტიპის წინააღმდეგობა უნდა გაუწვიან, როგორ უნდა შეეწინააღმდეგო ასეთ დროს მაშინ რეჟიმს, რომელიც აი ყველანაირად ცდილობს რომ გაგაჩუმოს. მოდი მაშინ ისევ საბაზე ვილაპარაკებ. საბა არის შთამომავალი ნოე ხომერიკისა, რომელსაც ჯერც არისტოტელი რუსეთი დევნიდა და მერე უკვე საბჭოთა კავშირი. საბა არის შვილი მიხეილ ხომერიკისა, რომელიც იყო ნოდარ იმნაძის მეგობარი და ასლან აბაშიძე დევნიდა აჭარი და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ საბას ეს უტეხი რწმენა, რომ საქართველოსთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ნებისმიერი ხერხით. ბოლომდე აქვს ჯერ გენში ყველაფერს რო თავი დავანებოთ. მეც ესე გავიზარდე და ჩემი ბევრი მეგობარი კიდევ, რომლებიც ვცდილობთ ყველა ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომ ეს პროტესტი არ ჩაკვდეს საბოლოოდ, იმიტომ რომ ბევრს შეერა, მათ შორის მეც, რომ რუსთაველის გამზირი არის ის ძირეული ჩვენი ის ფაზის, ესე იგი, საძირკველი, რომელზეც დგას ეს პროტესტი დღემდე. ამიტომ ჩვენ ვინახავთ ამ და რაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს იქნება, რა ვიცი, მე არა მაქვს პრეტენზია არც იმაზე სიტყვაზე, რომ ადმინისტრაციული პატიმრობით დამაკავონ, არც იმაზე მაქვს პრობლემა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულით დამაკავონ მე გამეორებაზე და მესამე გამეორებაზე კიდევ 2 წლით. მე იქ პატრულიც მიცნობს, ისინიც მიცნობენ, მე არასდროს არც ერთთან არ მქონია კონფლიქტი, ესე პირადი სიტყვიერი, მაგრამ თუ აქ დგას პრინციპული საკითხი, ლევან გოთუ ამ ქვეყნისთვის სიტყვაზე 40 წელი იჯდა ციხეში და მერაბ კოსტავა 10 წელი იყო გადასახლებაში ციმბირში და მე ვერ ვხვდები უბრალოდ რა აკავებს ამ ხალხს შიგნით მაშინ როცა იციან რომ ქვეყანა იღუპება. რა აკავებთ სახლებში, რა აკავებთ რესტორნებში და რა აკავებთ იმაში, რა ქვია, სამსახურებში. ვერ ვხვდები, მართლა ვერ ვხვდები. შეიძლება ჩემშია პრობლემა და მაშინ ამიხსნან ამ ადამიანებმა როგორ შეუძლიათ უყურონ, რომ აი შენი მეგობარი, შენი ახლობელი, შენი ნათესავი იქით მიდის პატრული იჭერს, რავი, როგორც 1 წელს უსჯიან, როგორც 10 წელს უსჯიან და შენ აქ ძიხარ და რავი იმას, რა ქვია, სადღეგრძელოს ვამ სახელმწიფოს. არ ვიცი, არც მე და არც ერთმა ჩემმა მეგობარმა და მე დარწმუნებული ვარ, არავინ არ იცის ფორმულა იმისი, როგორ უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ისევ კოსტავას რო დავეს ეს ხომ ერავს. იმას აქვს ესეთი სიტყვები, რომ უტეხი რწმენით შენ არ წაწყდებიო.
დააცხრო ღელვას დათრგუნავ ქარებს, თანაგრძნობა ვერას გახდება, იქ თავგანწირვა გაგიღებს ქარებსო და სახარებაშიც არის სიტყვები, რომ დოგვის მარცვლისოდენა რწმენა თუ გექნებათ ხალხო, რომ ამ ხელისუფლებას შეცვლით, ეს ხელისუფლება შეიცვლება. არ ვიცი როგორ, არა ეს არის გარდაუვალი მოცემულობა, იმიტომ რომ ვერც ესენი და ვერც ხელისუფლება ვერ გაჩერდება დიდხანს მსგავსი მეთოდებით სათავეებში.